რას დავდივით, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემდა. ივანაშვილის გაპუწულ ბიჭს დღეს ისევ უთქვამს. ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიის 100%-ს და რუსეთი არ აღიარებს მხოლოდ 20%-ს. ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ არის ქვეყანა რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე, არის კალბატონი გაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. ხო, როგორ შეიძლება შეფასდეს ეს დამოკიდებულება, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოს. ეს არის ყველაზე დიდი მავნებლობა, რაც დღეს 2026 წელს შეიძლება სცადო რომ ჩააგონო ქართულს. ეს არის ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელსაც რუსები ჩააგონებენ ათწლეულების განმავლობაში ყველას გარშემო, ყველა მეზობელს. მათი მთავარი სათქმელი ასე ჟღერს. კი, მე ცუდი ვარ, მე რუსეთი ცუდი ვარ, მაგრამ ის დასავლეთი ჩემზე უარესია. ზუსტად ეს არის, რასაც ახლა აი ეს გაპუწული ბიჭი უმეორებს ქართველებს, თავის ამორჩეველს, როგორც გონია. სიამდვილეში ეს არის ყველაზე დიდი მავნებლობა. არჩევანი რუსეთს და ევროკავშირს შორის 2026 წელს. საუბარია სიტყვა ცნება სუვერენიტეტის აბსოლუტურად გაყალბებულ და გაუკუღმართებულ კონცეფციაზე, რომელსაც ქართული ოცნება სთავაზობს თავის ამორჩეველს. სუვერენიტეტი როგორც მე ვიზამ იმას, რაც მე მინდა და როგორც მე მინდა და არავის არ შევეკითხები. სინამდვილეში ასეთ სუვერენიტეტი არ არსებობს არათუ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად არავისთვის. არც ერთი ქვეყნისთვის, რომელიც შედის ეუთოში, არც ერთი ქვეყნისთვის, რომელიც შედის გაეროში, არც ერთი ქვეყნისთვის, რომელიც შედის ევროსაბჭოში, არავისთვის, იმიტომ რომ ყველა ეს ქვეყანა შეკრულია ხელშეკრულებებით. ეს არის ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, ეს არის ქარტიები, ჰელსინკის დოკუმენტი და სხვა და სხვა და სხვა. უკანასკნელი დასაპირისპირებელი საბაბი ქოცებმა აღმოაჩინეს ეუთოში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში და ახლა უნდა წარმოაჩინონ, რომ ეუთოც ისეთივე ევროკავშირია, როგორც თვითონ ევროკავშირი. სიამდვილეში ეუთო, რომელიც დგას, რომელიც ერთ-ერთი მოვალეობაც არის ადამიანის უფლებათა დაცვა. ეუთო გაცილებით უფრო ძველი და ტრადიციული ინსტიტუცია ამის საკეთებლად, ადამიანის უფლებათა დასაცავად, ვიდრე იგივე ევროკავშირი, რომელიც წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა. ეუთოს ეგიდით იყო 1975 წელს, რომ მოაწერეს ქვეყნებმა ჰელსინკის აქტს. ხელი და სწორედ ამ ჰელსინკის აქტის საფუძველზე დაფუძნდა მერე საბჭოთა კავშირში უამრავი ჯგუფი, ეგრეთ წოდებული ჰელსინკის ჯგუფები, მათ შორის ვიადგამსახურდია იყო საქართველოში ამის ხელმძღვანელი ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობდნენ დაეცვათ პოლიტპატიმრების ძირითადად და ზოგადად ადამიანის უფლებები. ამით დაიწყო ყველაფერი, ეუთოთი დაიწყო ყველაფერი, ეუთოთი დაიწყო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა. და თუ ხოცებს გადაწყვეტილი აქვს, რომ ეს ადამიანის უფლებები დღეს აღარ არის რელევანტური, როგორც უყვართ ხოლმე ლაპარაკი, მაშინ ეუთოდანაც უნდა გამოვიდნენ. ოღონდ მე გავახსენებ ყველას, რომ ეუთო ევროპა არ არის. ეუთოში შედის ბევრი ისეთი ქვეყანა, რომელიც ევროპაში საერთოდ არ მდებარეობს. ეუთოში შედის შეერთებული შტატები, ეუთოში შედის კანადა, ეუთოში შედის ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ყაზახეთი, რომლის ნაწილიც არის ევროპაში, უზბეკეთი და სხვა და სხვა. ასე რომ ეუთო არ არის მხოლოდ ევროპული ორგანიზაცია. მაგრამ თუ კი ეუთოსთან ერთად ეუთოს ვაიგივებთ ევროკავშირთან და აი ამ ზოგად ევროპულ დილემას ვუყენებთ რატომღაც ქართველებს, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს რა როლი აქვს ევროპას დღევანდელი საქართველოს არსებობაში, დღევანდელი საქართველოს შექმნასა და შენარჩუნებაში. 2008 წელს უბრალოდ კითხავს ვამ ახლა, თუ გახსოვთ ვინ იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტორი? ვინ დადგა საქართველოს დასაცავად 2008 წელს? ევროკავშირი. ევროკავშირი, რომელიც არ იყო ასეთი შემტევი, არ იყო ასეთი მებრძოლი, არ იყო ასეთი უკმეხი, თუნდაც რუსებთან ურთიერთობაში, სარკოზის ევროკავშირი, სარკოზის თავმჯდომარეობით ევროკავშირი, მაგრამ ევროკავშირი იყო ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც მაშინ გამოჩნდა საქართველოს დამცველი. იმიტომ რომ იქამდე წლების განმავლობაში რუსებმა ყველაფერი გააკეთა და ჯერ თავისი აგენტურით გატენეს ეუთო და გაერო, რომლის დამკვირვებლებიც იდგნენ საქართველოში წლების განმავლობაში და შემდეგ ეს ორივე ორგანიზაცია საერთოდ მოაშთეს საქართველოდან. გააგდეს საქართველოდან, იმიტომ რომ ეუთოშიც და გაეროშიც მათ სიტყვა ეთქმოდათ. სადაც არ ეთქმოდათ სიტყვა ევროკავშირში. მათ ეს გადაწყვეტილება ვერ შეცვალეს და ევროკავშირმა არამხოლოდ ითავა
სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება. ეგრეთ წოდებული სარკოზი, სააკაშვილი, მედვედევის აქტი. არამედ გამოგზავნა საქართველოში დამკვირვებლები, რომლებიც დღემდე საქართველოში არიან. დღემდე იმყოფებიან და უბრალოდ დაფიქრდით რეებს ჩაიდნენ რუსები, ეს დამკვირვებლები რომ არიყვნენ. ევროპელი დამკვირვებლები რომ არიყვნენ. ახლაც დაუფარავად ეწევიან ეგრეთ წოდებულ ბორდერიზაციას, როგორც კოცებს უყვართ ხოლმე ლაპარაკი, რაღაცა შერბილებული ტერმინია თითქოს, რბილა ჟღერს ვიდრე ანექსია და ოკუპაცია. რა მასშტაბს მიიღებდა ეს ანექსია და ოკუპაცია? ბორდერიზაცია ქოცურად და რუსულად. ევროკავშირის დამკვირვებლები რომ არიყვნენ საქართველოში, თქვენ შეგიძლიათ იქნებ არ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. მე ყოველ შემთხვევაში მიჭირს წარმოდგენა რეებს ჩაიდნენ რუსები. რას აღარ ჩაიდნენ. ამიტომ დღეს არჩევანი რუსეთსა და ევროკავშირს შორის არ არსებობს. დღეს არჩევანი არის ადამიანის უფლებებსა და ადამიანის უუფლებობას შორის. ქოცების სუვერენიტეტი გადის ადამიანის უუფლებობაზე. ქოცები ეუბნებიან მთელ დანარჩენ მსოფლიოს. მოგვეცით უფლება, რომ გავაყალბოთ ნებისმიერი არჩევნები, როგორც ჩვენ გვინდა. მოგვეცით უფლება, რომ დავიწეროთ ნებისმიერი პროცენტი, რომელიც ჩვენ გვინდა. მოგვეცით უფლება, რომ ვმართოთ საქართველოს ისე, როგორც ჩვენ გვინდა. მიეცით უფლება ამ ჩვენს ბრძენკაც, რომ ატრიალდოს ეს საქართველო და იმდენი ფული ხაპოს ამ საქართველოში, როგორც მას უნდა და როგორც მას მოეხასიათება და მის ხაზეინს ვლადიმერ ვლადიმიროვიჩს. მოგვეცით უფლება, რომ ადამიანები წელში ვამტვრიოთ, როცა ისინი რაღაცაში არ გვეთანხმებიან. მოგვეცით უფლება, რომ ადამიანები დაავწამლოთ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი გაზით, როდესაც ისინი რაღაცაში არ გვეთანხმებიან. მოგვეცით უფლება, რომ ყველანი ციხეში ჩავყაროთ. მოგვეცით უფლება, რომ ოპოზიცია საერთოდ გავაუქმოთ, იმიტომ რომ ეს მიგვაჩნია ჩვენს სუვერენულ უფლებად. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტი. ყველაფერ ამას თუ დაგვთანხმდებით, მერე კი ჩვენს სიამოვნებით შემოვთ ნებისმიერ ორგანიზაციაში, რომელსაც თქვენ გვეტყვით. მაგრამ საქმე ის არის, რომ ასე დღევანდელ მსოფლიოში არავინ არ მუშაობს, ასე დღევანდელ მსოფლიოში არავინ არ ლაპარაკობს, ასე დღევანდელ მსოფლიოში არავინ არ იქცევა. რეჟიმი, რომელიც თრგუნავს, ანადგურებს უბრალოდ საკუთარ ოპოზიციას, რეჟიმი, რომელიც თრგუნავს თავის მოქალაქეებს, რეჟიმი, სადაც არ არის არჩევნები, რეჟიმი, სადაც არ არის სამართლის უზენაესობა, რეჟიმი, სადაც სასამართლო არ არსებობს, რეჟიმი, სადაც პოლიცია გადაქცეულია მილიციად, ასეთი რეჟიმები ევროკავშირში ვერ შედიან. და ერთადერთი არჩევანი, რომელიც რეალურად დაუტოვა ქართულმა ოცნებამ თავის ამომრჩეველს, თავის ნახირს, არის ისევ და ისევ რუსები. ამიტომ გახსოვდეთ, რომ როდესაც ქოცები იწყებენ საუბარს ქვეყნის სუვერენიტეტზე, ისინი ყოველთვის გეუბნებიან, ჩვენ გვინდა რუსეთში, იმიტომ რომ ასე ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი. ეს არის რუსული ცხოვრების წესი და სხვა არაფერი. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться.